მოგესალმებით, TripCamp-ის მოკლე ვიდეო სერიაში წარმოგიდგენთ თემას, როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. მომსახურების ხარისხი უპირველესია, რაც მომხმარებელს თქვენ და შთაბეჭდილებას უქმნის და თქვენთან განმეორებით ვიზიტზე უბიძგებს. როგორ შევქმნათ დამსვენებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილება? მნიშვნელოვანია ვიზიტამდე გაეცნოთ სტუმრის საჭიროებებს და მოემზადოთ წინასწარ. ამისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც დაჯავშნის პროცესში მიიღეთ. თუკი დამსვენებელი თქვენთან ბავშვთან ერთად მოდის, დაახვედრეთ მას წინასწარ დამატებითი საწოლი ან საბავშვო კუთხე. ან თუკი სტუმარი ცივ სეზონზე სტუმრობს თქვენს კოტეჯს, წინასწარ ჩართეთ გამათბობელი, რომ კოტეჯი თბილი დახდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუმარს ყველა ინფორმაცია წინასწარ გაუზიაროთ, რათა შემდგომში თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. აუცილებლად უთხარით მას, მაგალითად, თუკი არ მოდის სამანქანო გზა თქვენს კოტეჯამდე ბოლომდე, ან თუკი კოტეჯთან ახლოს არ მდებარეობს მაღაზია ან კვების ობიექტი. ყოველთვის იყავით ხელმისაწვდომი. სტუმარს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაგიკავშირდეთ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში. სტუმრობის დასრულების შემდეგ მომხმარებელს აუცილებლად კითხეთ, რამდენად კმაყოფილია და რის გაუმჯობესებას ისურვებდა. ამით მას აგრძნობინებთ, რომ სტუმრის აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია და ამავდროულად ეს ინფორმაცია მომავალში დაგეხმარებათ სტუმრის საჭიროებების ზუსტად განსაზღვრაში. კოტეჯში დაახვედრეთ სტუმარს ბუკლეტი ან ბროშურა, რომელზეც ახლომდებარე კვების ობიექტები და ღირსშესანიშნაობები იქნება დატანილი. ხარისხიანი მომსახურების ნაწილია ასევე რთული სიტუაციების მართვა. თუკი სტუმარს პრეტენზია აქვს, აუცილებლად მოусმინეთ მას და ეცადეთ, რომ დროულად მოუგვაროთ. თუ ეს პრობლემა ვერ გვარდება, მაშინ შესთავაზეთ ფასდაკლება ან დამატებითი უფასო სერვისი, ან შესაძლებელია ბოდიშის საჩუქარი. ეს შეიძლება იყოს ერთი ბოთლი ღვინო. აუცილებლად ემპათიით მოეკიდეთ სტუმრის შენიშვნებს და ეცადეთ, რომ თავი დაფასებულად აგრძნობინოთ. და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ გულწრფელობა ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელი კომუნიკაცია და სტუმრის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ თქვენს კოტეჯში დასვენება დასამახსოვრებელი გახადოთ.